კარგ ადგილზე ვართ. ილია ჭავჭავაძე აგაგეწერეთელია. ილია ჭავჭავაძემ უნიკალური ფორმულა დაგვიტოვა ქართველ ხალხს. ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბრალავად. აი რისთვისაც მოქმედებს დღეს მეცნიერთა კონგრესი. აი დღეს მე პირადად ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ 30-მდე წარმომადგენელია მეცნიერთა კონგრესის გამოსული ხალხში. ყველას თითქმის შევხვდით და ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს რა საოცარი ხალხი ყოფილა და ტელევიზიების ყურება აღარ ვარგა, ხალხში უნდა გამოვიდეთ, შევხედოთ. აქ არის საზოგადოება, ბრწყინვალე საზოგადოება, რომელიც განიცდის მდგომარეობას. აი ტელევიზიები რო აკეთებენ იმის პროპაგანდას, რომ თითქოს აქ ნაციონალური მოძრაობა, აქ მაქსიმუმ 3-4% იყოს სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერები. აქ არის ეროვნული განწყობის ადამიანები არიან. ვიღაცას გონია რომ კრიზისია ის რომ ქუჩაშია ხალხი. ეს არ არის კრიზისი. კრიზისი არის ოჯახებში შესული. კრიზისი არის შესული სამასწავლებლოში უკვე ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან, საპროფესოროშია, სამეზობლოშია, სამეგობროშია, ქართულ მაგიდაზე უკვე ჯდომა უჭირთ ადამიანებს ერთმანეთთან. ოჯახებშია, ქართულ სულში შევიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვინც ფიქრობს იმაზე, რომ აი ქუჩას მოვაწესრიგებთ და ყველაფერი დამთავრდება, ქუჩა გვაფხიზლებს, დღეს იცოდეს ყველამ, გვაფხიზლებს და გვეუბნება, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ. არც ჭკუა, არც გონება, არც ძალა არ უნდა დაპირისპირებას. დაპირისპირებას უნდა შუბლის ზარღვის გაწყვეტა. ქვეყანას სჭირდება დიალოგი. ქვეყანას სჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობა. არავინ არ ამბობს იმას, რომ შერიგდითო. ერთმანეთთან დაჯდომა და დალაპარაკებაა საჭირო. ამ ხალხს რომ გვერდით ვერ დაიყენებ, უკვე ხელისუფლება არ ახარ. ვიღაცა შეიძლება გამოერიოს აქ ეხლა რომ იციან რომ 5 წლის ბავშვმა ესროლა ქვა იმას პოლიციელს. 5 წლის ვიყავით ჩვენ და 6 და 7 წლის ჩიტიანი იყო ქუთაისში რაღაც ამებას. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას პოლიტიკად ვაქციოთ და რაღაც იმას უღუროთ. აი სხვა ტელევიზიების იმას უსმინოთ. ვინც ტელევიზიებს უსმენს დღეს, თუ ერთ ტელევიზიას უსმენ, ლაპარაკი მასთან შეუძლებელია, ან თუ სახელმწიფო, ან ოპოზიციურ პარტიას იმას ტელევიზიას უსმენს. დღეს რეალურად არის საჭირო ხალხში გასვლა. დღეს ვისაც ძალა აქვს, ვისაც შეუძლია და ვისაც უნარი აქვს, დიალოგია საჭირო. დიალოგი ერთმანეთს შორის. ინკლუზიური დიალოგი რას ნიშნავს? იცი რომ არ არსებობს იქ თანამდებობა. ყველასთან ვლაპარაკობთ ნებისმიერი ყოველგვარი თანამდებობის გარეშე. ვისაც რამე წინააღმდება გააჩნია. მე ბედნიერი ვარ ამ ხალხთან ურთიერთობით, ბედნიერი ვარ რომ საოცრად კარგი ხალხი დგას აქ და ბედნიერი ვარ რომ ამ ხალხთან შეერთებით მეცნიერთა კონგრესს შეუძლია რომ საქართველოში შეცვალოს ძალიან სიტუაცია და ეს იქნება გზა ალბათ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ბესიკ ბოგოლი, ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერთა კონგრესის წევრი. ჩვენ დავიწყეთ გამოსვლა და მუშაობა. დღეს თავისუფლების მოედანზე ვიმყოფებით, პარლამენტის შენობის წინ მედია და სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლება ერთად დავიწყოთ კრიზისის მართვა. ფაქტია, რომ ოპოზიციურ და მართულ ძალებს არ შეწევთ შესაბამისი რესურსი არ აქვს, სამეცნიერო შესაბამისად არ აქვს ამ კრიზისის დაძლევის გამოცდილება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრჯერ იყო ასეთი კრიზისები. ერთხელ შეთავაზა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბატონმა შარლ მიშელმა მაშინ ბატონ ნიკას გადაუხადა 4000 ლარი, თუმცა არაფერი შედეგი არ დამდგარა. მას დააბრალეს როგორც საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, ხოლო ოპოზიციურ ძალებს ისე ჩათვალეს თითქოს ეკუთვნოდა და ვალდებული იყო ევროპის საბჭო ჩამოსილიყო და ამათ საქმეში ჩარეულიყოს. იგივე პროცესებია დღესაც ელოდებია რაღაცას და ვინ უნდა დაულაგოს საქმე, ვინ უნდა დაალოგოს თუ არა ისევ ქართულმა ხალხმა, ისევ მეცნიერებმა, იმ არასამთავროებმა და ამიტომ მეცნიერთა კონგრესი მზად ვართ ჩვენ შევთავაზეთ კრიზისის მართვის მენეჯერები, კონფლიქტოლოგები, რა ვიცი, ფსიქოლოგები, ფსიქიატრებსაც ვთავაზობთ, თუ საჭიროა. მთავარი არის დაიწყონ კრიზისის მართვა. როგორც შექმნეს კრიზისი, კეთილი ინებონ და დაიწყონ მართვა. სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც შევხვდებით, სამთავრობო ხელისუფლებას შევხვდებით, აუცილებლად მედიას შევხვდებით და ჩვენ შევთავაზებთ მესამე ალტერნატიულ
ძალას მეცნიერებათა კონგრესი, რომელიც ჩაერთვება ამ კრიზისის მართვაში. მადლობა. პოლიტიკური კრიზისი არის ძალიან მძიმე. ამას სჭირდება რომ ეს კრიზისი როგორმე კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს და ახეთკენ უნდა გადადგას სწორედ იმათმა ხელი, ვისაც დე-ფაქტო ხელისუფლება აქვს ხელში. ვინ შეიყვანა კრიზისს? ხო, ვინ შეიყვანა და აი რამდენად მოახერხებენ, იმიტომ რომ მე მესმის, რაც არ უნდა მძიმე შემთხვევა იყოს, გონიურობა ყველაზე მაღლა უნდა დადგეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მთელი ქართველი ხალხი თავის პოზიცია ოპოზიციის მდგომარეობით გადაიჭეროს სოფსკულში და მძიმე მდგომარეობაში. მეგობრებო, ჩვენ მეცნიერთა კონგრესის წევრები დღეს მოვედით აქ რამოდენიმე ადამიანი, 1-2 ათეული თუ 3 და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ აქ პარტიული აქტივისტები კი არ არიან, არამედ აბსოლუტურად ნეიტრალური განწყობის და უმთავრესად ახალგაზრდები არიან. ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტიზმის გრძნობა ამოძრავებს. ეს ხალხი არ იბრძვის თვითონ ხელისუფლებაში მოსვლისათვის. ესენი იბრძვიან იმისათვის, რომ გადაარჩინონ თავიანთი სამშობლო. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ დავდგეთ მათთან ერთად და მივეშველოთ. ჩვენ მეცნიერები ვფიქრობთ, რომ აი ეს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ დავამუშავეთ და გამოვაქვეყნეთ, განსაკუთრებით ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ქვეყნის აღორძინებისათვის აუცილებელი 21 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია, ასევე პროექტი სახელმწიფოებრივი დოქტრინის, აი ეს რომ ხელისუფლებას ყურად ეღო და გადაეწყვიტა ეს პრობლემა, რომ მიგვეღო ჩვენ ან რეფერენდუმით, ან უმრავლესობით პარლამენტში დოქტრინა, ძალიან ბევრი უბედურებები აღწევდა. საქმე იმაშია, რომ ეს დოქტრინა უნდა იქცეს სახელმძღვანელო იდეოლოგიად ქვეყნისათვის. ჩვენი გვაქვს დაწერილი, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან ვდებთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლებიც აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აი ეს რო ქონოდა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჩინეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და იმ ხელშეკრულებით ჩანს, რომ ჩვენ ვაღიარებთ მის ტერიტორიულ მთლიანობას და ის კიდევ არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აი როგორ შეიძლება ამისთანა ხელშეკრულების დადება? იქ ჩვენ კიდევ ბევრი რაღაცები გვაქვს. იმის თქმა გვინდა, რომ ჩვენ მეცნიერები მეცნიერულად უდგებით. რა არის მეცნიერული მიდგომა? ეს არის აი ბუნებაში არსებული კანონზომიერების დადგენა. არა კანონზომიერულად და არა მეცნიერულად იმართება ჩვენი ქვეყანა 30 წლის მანძილზე და მე განსაკუთრებით მაწუხებს ის, რომ ჩვენი დიდი მეცნიერები, სახელმოხვეჭილი მეცნიერები, აკადემიკოსები, დოქტორები ძალიან ხშირად თავს არიდებენ თავიანთი დამოკიდებულების გამომზეურებას და ამბობენ იმას, რომ აი ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. როგორ შეიძლება არ ჩაერიო პოლიტიკაში, როცა პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის ბედს და პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი შვილიშვილების, ჩვენი მომავლის ბედს. არ შეიძლება ასეთი, ესე იგი, უგუნური, მე ვიტყოდი, უგუნური ლოზუნგით დაიმალო კაცი და არ გამოხვიდე და არ თქვა შენი სათქმელი. აი რომ არ ვამბობთ ხმამაღლად, იმიტომ წავიდა ეს ხელისუფლება ასე არასწორი მიმართულებით. საკმარისი იყო რამოდენიმე დიდ ცნობილ მეცნიერს ერთად გამოსულიყო და ეთქვა, რომ ბატონო ბიძინა არ შეიძლება ამის გაკეთება.
აი უამრავი რაღაცა რაც მან თავს მოგვახვია, ესე იგი ის დაფიქრდებოდა და გაჩერდებოდა. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გამოვედით კოალიცია თეთრები მამული მოსახლეობასთან ხალხთან შესახვედრად, რომ ეს კრიზისი წარმოქმნა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ორივემ ერთად. ამიტომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესთან ერთად გამოვედით, რომ შევხვდეთ მოსახლეობას, ხალხს გავესაუბროთ და მოუწოდოთ ხელისუფლებასა, რომ თვითონ რო ზიან პარლამენტში თბილა და ხალხი როდგა გარეთ და იყინება, ეს საკითხი ესე არ გადაწყდება. საჭიროა რომ გარეთ დგომა და კაბინეტებში ჯდომა გადავიტანოთ სხვა ფორმატში, რომ ერთად მოხდეს ამ კრიზისის მოგვარება. ამას მხოლოდ ჩვენ ქართველები ერთად, ერთიანი ძალით მოვაგვარებთ. სწორედ ჩვენ კოალიცია თეთრები მამული მეცნიერთა კონგრესთან ერთად გთავაზობთ ყველას, რომ დავждეთ და გადავწყვიტოთ. ჩვენ ვართ სწორედ ის ძალა, ის შუა რო ამბობენ გაიკრიფოსო, სწორედ ის ძალა ვართ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხები მოვაგვაროთ და მივიყვანოთ იმ დონეზე, რომ მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს კრიზისი გამოვიდეთ. ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, ფსიქოლოგები, მართვის ხელმძღვანელები, ყველანაირი ფსიქიატრები, სულ ყველანაირი ხალხი გვყავს, ჩვენ შეგვიძლია სწორედ მათთან ერთად მოვაგვაროთ, ქართული საქმე ერთად გავაკეთოთ და არა ესე არეულობით და დესტაბილიზაციით არ მოხდება არაფერი. მოუწოდებ ხელისუფლებას გამოვიდნენ ხალხთან ერთად დადგნენ და ხალხიც მიიღებს მათ და ერთად მოხდება კრიზისის მოგვარება.